მე ძალიან მიყვარდა მუშაობა ჯანსუღ კახიძესთან. საშინელ წლებში, სადაც შუქი არ იყო, გათბობა არ იყო, ორკესტრი მუშაობდა როგორ. იცი ხელთათმანები ჰქონდათ და აქ ამოჭრილი ჰქონდათ ისე სტრუნიკებს დაეკრათ. ჯანო ჩაცმული იყო დუბლიონკაში, ესე დირიჟორობდა ზამთარში და ჩაწერის მერე მე ვრჩებოდი და ვამონტაჟებდი ჩაწერილს. და ვრჩებოდი აქ საღამოს 9-10 საათამდე უკვე სრული სიბნელე იყო ქუჩაში. აქ როლები და ყველა საშიში იყო ძაღლები, რომელიც მშივრები იქეკებოდნენ ნაყრილ ნაგავზე, ნახევარი ქალაქი იყო ნაგავში. მაგრამ გადარჩი მაშინ. რუსთავის 400 სიმღერა. აქ არის სადღაც ნოდარ გაბუნიას დისკის მიდევს აქ იმისი გოლდბერგ ვარიაციები. აი ეს არის გენიალური დისკი. ეს რუსთავის ჩაწერილია ჩვენ მშვიდობა, ამაზე უკეთესად გურულ სიმღერებს არავინ არ ბღერის, ანზორი, ტრისტან და გური სიხარულიძეები. აი ეს არის აი მთელი სონისტვის ჩაწერილი დატკასეტებია. ეხლა უკვე არ არის მოდაში, არავინ არ ხმარობს ამას და მაშინ ამაზე ჩვენ არ ვიწერებოდით კომპიუტერში და მე ამაზე და გზავნიდით ეგეთ კასეტებზე. ჩვენ აზი არ ვიყავით, ჩვენ მთელი მანამდე წერდით ფირზე და ანალოგს. და ეხლა გადავედით ციფრაზე, აზი არ ვიყავით და ჩვენ ჩამოგვიტანეს კაი აპარატურა, ახალი ციფრული აპარატურა, პულტი და ერთი ჩამოვიდა ამერიკელი ვიღაც ამის სპეციალისტი, ერთი დღე იყო, ერთ დღეში აგვიხსნა რაღაცეები და წავიდა. ჩვენ აზი არ ვიყავით და დავიწყეთ ჩაწერები და ჩაწერა ჩემთვის ჩაწერა იყო პროსტა მუსიკალურ და ტექნიკურად და ჩავწერეთ პირველ დღეს ჩაიკოვსკის მეოთხე სიმფონიის პირველი ნაწილი. და მეორე დღეს რო მოვედი, გავხსენი ის კომპიუტერი და არ არის სიმფონია. ესე იგი გაქრა. ჩვენ პანიკაში ჩავარდით, დავიწყეთ რა ვქნათ და ჯანოს ჩავწერინდი მეორეჯერ. და თქვი თუ სისულელი იყო, ბეკაპში იყო ჩავარდნილი. მაგრამ ერთი პლუსი იყო და მეორედ რო ჩაწერა უკეთესი გამოვიდა. მუსიკის გარეშე მეცხოვრება არ შემიძლია. სულ მუსიკასთან ვარ კონტაქტში და ხვდები დიდ მუსიკოსებს. ესე მუშაობ, მე მუშავია მაგალითად, კახიძე ხო დირიჟორი იყო, სოლისტები ბაშმეტთან, რასტრაპოვიჩთან, ელისო ვირსალაძე და საშა კორსანტია. ეს დიდი მუსიკებთან კონტაქტი და მუშაობა. ეს არის საინტერესო ძალიან. ჩემთვის პიროვნება, რომელთანაც გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება, წყინვალე ხმის რეჟისორი მიხეილ კილოსანიძე. ჩემო მიშა, შენთან საუბრისას მინდა გავიხსენო ის პიროვნებები, რომლებიც დაკავშირებული არიან კინემატოგრაფთან. მე დაწერილი მაქვს დაახლოებით მუსიკა 50, შეიძლება 60-ში
ფილმისათვის და შენ ახლა იმიტომ ზიხარ ჩემს წინ, ვინაიდან აბსოლუტურად ყველაფერი არის შენი ჩაწერილი. აი მე ერთ კაი ამბავს გეტყვით, ის პირველი პრემიერა რო იყო გია ყანჩელის პირველი სიმფონიის და ჯანო პირველი მისი ესე იგი დირიჟორობდა და მთელი მამამის ჯანოს მამის მეგობრები აი მსმელი ხალხი იყო ძალიან კარგად მღეროდა ყველა და მოვიდნენ ამ მოსასმე პირველ რიგში იჯდნენ და გიას მუსიკა ხო იცით როგორია ჯერ პიანო მერე უცბად დიდი პორტე და ვიღაცამ თქვა რომ თუ გადავრჩით რაღაცა და მერე რო დამთავრდა ერთმა იმ კამპანიიდან თქვა რომ ეს რა მუსიკაა თუ მეორე ხმა არ მიეცი თუ ვერ მიეცი აი თანამედროვე მუსიკა სუპერ თანამედროვე ახლა ეგეთია რომ მეორე ხმას ვერ მისცემ საერთოდ ну ცოტა სხვა შეიცვალა ის სიმღერები შეიცვალა განსაკუთრებით აი ჟანრში სიმღერები მაგალითად ის ძაბაძე წერდა მაშინ სად არის ახლა სულ სხვანაირი სიმღერები იწერება დრო მოიტანა ესე იგი იცვლება ყველაფერი და სერიოზული მუსიკა უბრალოდ მაშინ იმ დროს იყო ქართული მუსიკის რენესანსი ერთდროულად მოღვაწეობდნენ ყანჩელი, ნასიძე, გაბუნია, კვერნაძე, მაჭავარიანი, ბალანჩივაძე ეხლა არავინ არ არის თითქმის მარტო ვატო დარჩა ეს კახიძე ესე იგი დამოუკიდებლები რო გავხდით საშინელ დღეში იყო სიმფონიური ორკესტრი ხელფასი იყო ჰქონდათ რაღაც მინიმალური იშლებოდა ორკესტრი ფაქტიურად ამ მაშინ გამოჩნდა ერთი გერმანელი კაცი მემორაინი ეგეთი რომელიც გახდა ჩვენი მშველელი მაგრამ ესე იგი მაგან მოისმინა სადღაც ევროპაში ჯანოს დირიჟორობა და მიხვდა რომ ეს შეიძლება მაგასთან ეს ისეთი იყო იუნესკოს პროექტი იყო ბაჯეტი ერქვა რომელიც იყო პროგრამა იყო რომ განუვითარებელ ქვეყნებში კულტურა შეეტანათ და ვთქვათ მუსიკა და დისკები წერდნენ ჩვენ ორკესტრთან ერთად წერდნენ ლუბლიანის ორკესტრი და არ მახსოვს რომელიღაც ამერიკის ორკესტრი და ეს დისკები რაც შეიწერა იყიდებოდა $5 ამით შეინახა ორკესტრი ორი დაიშლებოდა ვთქვი მე რას ვიტყოდი? 7 იცხოვრეთ.